გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და როგორც ვამბობთ უფალი იყოს ჩვენი ფარველი, ჩვენ ვიყოთ უფალთან. გუშინ მივაბარეთ ჩვენი პატრიარქი მიწას, რამხელა სიყვარული, რამხელა სითბო, რამხელა სული გამოხატა საქართველოს, ხო? Რამდენი ადამიანი მოვიდა და საქართველოს გაუქმება, დაღუპვა არ ელოდება რა. იმიტომ რომ ადამიანება იციან და მთელი მსოფლიო ოგნებული ეს რა მოხდა. ეხლა ზოგიერთი, ამასაც ვიტყვი, რატო ვიტყვი და გარედანო ისე ჩანს, ასე ჩანს, კაი, ცოტა აღელვებული არა, ცხოვრება გრძელდება ჩვენ და გავაგრძელოთ და მინდა რომ საქმელი კარგად ავთქვა. ამ ვიდეოს გავყოფ ორ ნაწილად, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს რო არ მეთქვა, გამორიცხულია. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელოთ, ცხოვრება გრძელდება და მე ჩვენ ამ ვიდეო გოლებს გავაგრძელებ თვალიდან უკვე დავიწყეთ ისე, მაგრამ ეს საქმელი მაინც უნდა ვთქვა პატრიარქთან მიმართებაში და იც რაც ხდება საქართველოში, რომ წეღანაც რო თქვი, რომ საქართველოს დაღუპვა არ ემუქრება, მაგრამ მოიცით ვიღაცეები რაც ამ დღეებში უსმენდით, როგორ უსმენდით, სასწაულებს უსმენდით, ამ მოწინააღმდეგეებს, ენა აქვთ ჩაკმენტილი, უკვე ეშინიათ, მაგრამ რაღაცას მაინც იძახიან, მაინც იკბინებიან რა. უბრალოდ გული მწყდება, ამხელა ეპოქალური ადამიანი წავიდა იმ სამყაროში, ამდენი დამსახურება დატოვა, ამდენი აწლია ადამიანი იმ ქართულ ღირებულებებს, იმ საუკუნოვან სულს ეკოფრა, უფრო გააღვიძა, განავითარა და აი ამისთან ადამიანს რომ რა ვიცი ისეთ ტალახებს და ისეთ რაღაცებს აბრალებენ, სასწაულია ხო და მე ამჟამად უკვე მე ჩემებურად უკვე თქვენ მოგეხსენებათ ახლა ჩემზე კარგად იცით რა გაკეთებული პატრიარქს და უკვე ჩემზე უკეთესად აქვს ბევრი ადამიანს ნათქვამი, მაგრამ მე ჩემი პირადი ცნობა და პირადი აზრი მინდა ვთქვა, იმიტომ რომ გონი მე ამის უფლება მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა პატრიარქთან და მე ამას აი ხა ჩამოვაყალიბე და ამ ჩემ ლაპარაკში ჩემ საქმესაც ვიტყვი. ჩემ მოგონებელს, ამ ჩემ ვიდეოებს რო ვიღებ ხოლმე, თქვენ ალბათ სულ მაგას ვამბობ, მოთმენითა შეინთა მოიპოვეს სული შენი, სიმშვიდითა, სიწყნარითა. ეს სიტყვები მე პირველად გავიგე რაღაც უკვე 11 წლის ასაკში, 12 წლის ასაკში და პატრიარქი სულ ამ იმას მისდევდა და მე თამამა ჩემია ვთქვა რომ ის იყო ჩემი მასწავლებელი და მე დღემდე მაგას ვანვითარებ და ჩემი სახით როგორ გამომდის თუ არ გამომდის ეს ყველაფერი მომდის მე პატრიარქიდან და აი როგორ წეღანავს აი მინდა რაღაცნაირად გავყო სამი ნაწილი. მოდი ჯერ მე ვიტყვი რა შეხება მქონდა პატრიარქთან და მე უკვე რა დამსახურება და რატო უნდა როგორ უნდა ვცეთ პატივი და რა უნდა ამ პიროვნებას და რას მისდევდა. მოგეხსენებათ მე ადრეც მაქვს ნათქვამი რომ ჩემი ესელიცის 53-ში სიონის 13 ნომერი იყო, ეხლა რო არის სემინარია, იქ ცხოვრობდნენ ჩემი სკოლელები, 10 ბავშვი და ჩემი კლასელი 2 კლასელი. და ძალაუნებურად სულ იქ მიწევდა ყოფილი, თუ იქა ვარ გაზრდილი, ავიცი, ნებისმიერი იქაური მეიდნელები და იზუბნელები ყველა გეტყვით გაიხსენებს. და ეს არის პიტაპის სიონის მოპიტაპე მხარეს და გვერდზე იყო საცხოვრებელი, სადაც ცხოვრობდა დევდარიანი, აი დავით მეხუთე. ბავშვი ვიყავ ახლა მან დავდიოდი ჩვენ დავრბოდი, თამაშობდი, თან სიონი იყო, როგორ იცით, აი გარშემო სახლები ახლა ცოტა გაწმენდილია, მაგრამ კომუნისტური დრო არის, კომუნისტური ათეისტური სამყაროა და
77-ში გარდაიცვალა დავით მეხუთე, ხო, ის წინა პატრიარქი და მე 77 უკვე ილია მეორე გახდა პატრიარქი, დეკემბერში და ძალიანურად ეხლა ხო ხარ მე ვარ 66-იანი, 11 წლის ვიყავი, 12 და ხო ხედავდით თქვენ ბავშვები უყურეთ რომ რაღაცა დიდი რაღაცა ხდებოდა და ეს ის პერიოდია მეგობრებო არ ვიცი საერთოდ აკრძალული დრო იყო ხო კომუნისტების მგონი 30 თუ 20 ეკლესია იყო მთელ საქართველოში ხალხს ეშინოდა და 10-15 ადამიანი თუ იჯდა ხოლმე წირვის დროს არ მოდით ხოლმე ეგ ბავშვები მაგრამ პერიოდულად რო გადაგებდა პატრიარქი ახალგაზრდა იყო ხნე პატიური მაგრამ უსმენდით ხოლმე მაგრამ როგორ მახსოვს აი თელი სიონი იყო მაშინ მოხატული იყო ცოტა აი ის იყო ეხლა რო არის მოხატული არ იყო მაშინ ჩაშავებულივით იყო და საკალობლები აი მეორე სართულზე ქონდათ ხოლმე მღეროდნენ იმის მოსმენის ის რომ გალობდნენ ხოლმე ის მომწონდა ხოლმე ამ გალობდა ერთი ქალი ან ორი ქალი ან საერთოდ არ გალობდა მაგრამ წირვის დროს იდგა ახახა 15 ახახა დიდი 20 ადამიანი რა და ძალეუნებად ეხა უსმენდეთ ხო მაინც ეხა ბავშვი დარბიხარ მომიხარ და როგორ მახსოვს ეხა კი ვერცე ცხოვრობდა პატრიარქ პატარა ოთახი იყო ძველებური აივნიანი ძველი საპატრიარქო კი არა მან რაღაც ერთი პატარა ოთახი ჰქონდა და ეხა გავიდა პერიოდი 11-12 წელი ხო მაგ ეხა ურთიერთობა და პატრიარქს უყარდა ხოლმე საღამოობით ეხა 6 საათზე ხო საღამოა დასაღამოდებოდა და ვერზე იჯდა ხოლმე გამოვიდა და საღამოს 8 საათზე 9 საათზე და ზოგჯერ ქონდა ურთიერთობები რა აი ხო ვიცი რომ პატრიარქი ამხელა რაღაცაა და დაგვიძახებდა ხოლმე ჩვენ ბავშვებს და მოდი ჩვილო აქ მოდი ხო ეს წყარი ხონდა მოდი აბა და გვიყვებოდა და შედაქვია როგორ ახარ აქ ცხოვრობ და ესეთი ლაპარაკი ხა ბავშვს რა უნდა ეხლა რაღაცები და რაღაც წავიდა აი როგორ მახსოვს პირველი შეხვედრა როგორ იყო არა უკვე თითქოს ზოგადად ხედავდი მაგრამ გვერდზე ვიღაცა ქალბატონს ელაპარაკებოდა და მოდი შვილო მომისმინე მოდი შენც მოდი შვილო დაჯექი მომისმინე და რაღაცაზე საუბრობდნენ რაღაცა იქ ყვავილის გაკეთება უნდოდა და იმის საუბრობდნენ და შენო მე მომართა შენო ბოტანიკა იციო ბოტანიკას გასავლიანო ეხოთე თუ მე კლასში კი მეთქი აი მეთქი ბუტკო როგორ უნდა გააკეთო ბუტკოზე იყო საუბარი და არ ვიცი მეთი წავალ სკოლაში ვნახავ მეთქი და ნუ აი ერთ სიტყვით სცენარიულობაზე ბოტანიკაზე დავიწყეთ საუბარი რა მე კი არ დავიწყე უბრალოდ უსმენდი ისა და ის ქალბატონი იყო როგორ მახსოვს ქალბატონი მაყვარდა მე ყვავილი იყო მე ის გარდაიცვალა საუბრებდით რა მაგაზე და ეს პირველი შეხება იყო ასეთი პირდაპირ ცოცხალი ურთიერთობა პატრიარქთან ისე ყვავილებზე დავიწყეთ საუბარი რა დავიწყეთ ახლა მე ცოტა თამამად ვარ 12 წლის ბავშვი რა ყვავილებზე უნდა დაიწყოს ლაპარაკი მაგრამ ნუ ესეთი ყვავილებთან მქონდა პირველი შეხება ცოტა ეს ცინცინატი გავიდეთ ცოტა ესეთი ადგილია აზრი არ ამერიოს და მე ჩემთან ერთად იყო შოთა ჩემი ძმაკაცი რო არის ერთათავად რა ორნი ვარ და უცბად პავლეს ვარ და უცბად მომიტრიადა და მე შენო გამჩნევო რომ წირვაზე დადიხარო და მოგწონსო მე დავიბენი რა თქმა უნდა მომწონს მეთქი ნუ ესე და ხელი გადავისვა და კარგი იარეო კარგიაო და მომისმინე ხოლმეო აი როგორ მახსოვს აი თავი რო დამადო აი პირველი თავი რო დამადო ნუ აი და შოთამაც მე მოიდომა და იმანაც თავი მეწმინდა თა ხელი დამადოსო პატრიარქო რას და დაადა და გაგვიშვა აი ეს იყო პირველი ჩვენი შეხება და ისეთი ბედნიერი ვიყავი რაღაცა მოხდა რაღაცა ვიგზენით მაგრამ აი სიკეთე სიბედნიერი აი ეს სიმშვიდე უკვე იქიდანვე მოდიოდა ეხლა თამგე პატარა ბავშვი ხარ 1000 რაღაცას ფიქრობ ახლა ხო არა გააზრებული ეხლა იცი რაღაცა ვიღაცა კომუნისტმა თან გააზრებული რა იყო იცით კიდევ ჩვენ ხო კომუნისტი წყობაში ვიყავით და რაღაც ცოტა შიში ქონდა მგლებთან მიმართებაში და რა შიში იყო ეს ახლა მეგობრებო ახლა კომუნისტი წყობა იყო და გვეუბნებოდნენ რომ აი მგლები ათეისტური სამყარო იყო ეს არ არის სწორი ვინ არიან ეს სულელები არიან ეს რაღაცა მახსოვდა რა
ხოჭკა მაგრამ მე-5 კლასში მე-5 კლასში ვიყავით ხო მე-5 კლასში ვიყავი ლიტერატურაც უკვე რაღაცები წაკითხული მქონდა და მდლებს და საფაიმეებს ხო დასინოდე მაგრამ რაღაცა ცოტა ისეთი შეგრძნება მქონდა მაგრამ როგორ მახსოვს ქადაგებებს რომ usmedi ვფიქრობ ესენი ესე იგი კომუნისტები იძახიან რომ კარგი ხალხი ვართ მაგრამ აქადაგებენ ისა აძაგებენ ამ სამღვდელოებას მაგრამ პატრიარქი და ის სამი ხო იყო სასულიერო პირი ხო დადიონ ვინც ეხმარებოდა ესენი ზაკაი რაღაცას ქადაგებდა და ლაპარაკობდა და ესენი ზაკაი რაღაცას ლაპარაკობენ მეთქი და როგორ გამივლო მაშინ ფიქრობ აი ვერ გებულობდი რატო არ უყვარდათ კომუნისტებს ეს მდლები სულს რას ამბობდნენ ამისთანაც და ვერ ხდებოდა და აი მაშინ დაიწყო ჩემში აი ეს ფიქრი რომ რა ხდება რა არის ეს რა ბრძოლაა რომ მდლები და უბრალოდ კომუნისტები ებრძვიან მდლებს და სულს არაფერს არ ამბობენ ერთადერთი ცუდი ის არის რომ შავებში იყვნენ და იმაში და აი ეს მარცვალი როგორ მახსოვს აი ეს ფიქრები წამომივიდა რა არის ეს რა ხდება როგორ ხდება და რანაირად ხდება მერე ვესწრებოდეთ აი აღდგომის დროს ხო გახდო წითელი კვეცხი აკრძალული იყო და აქ დროს ახალგაზრდობა იმ დროელი ახალგაზრდობა სიონის გარშემო იკრიფებოდნენ და მახსოვს ეს კომკავშირის აქტივისტები პარტიული მუშაკები იქ სულ ტაძრის გარშემო იდგნენ და სულ წერდნენ აბა ვინ შევიდა როგორ შევიდა და დედაჩემიც ხო მასწავლებელი იყო და ისეთ მამწყილებს და შვილებს ხილად იყავიო მაინც პრობლემები არ შეგექმნესო და თან იცოდა რომ კარგება თან თხილობდა რა ხო იცით ეხა დრო იყო ეხა დედა რაღაცა მაგრამ ნუ გინდა თუ არა ასე თუ ისე ყველაფერი ხდებოდა ჩემ წინაშე ეხლა ამ ვიდეო რგოში ცოტა ძნელია ასე მოკლედ თქვა მაგრამ ალბათ ამ მოგონებებს მე ჩემ წიგში დავწერ და ერთ-ერთმა ჩვენმა ფოლოვერმა თქვა იქნება რაღაცნაირად მე გვითხრაო მაგრამ ამ ვიდეო რგოლებში ხა ცოტა ძნელია ასე თქვა მაგრამ ალბათ მე ჩემ ამ მოგონებებს წიგში დავწერ ესე იგი გინდა არ გინდა ძალაუნებურად ხდებოდი იმ პროცესების მოწმე ცოცხალი მოწმე იმიტომ რომ მაკაცები აგერ ცხოვრობენ თეისკორილები და გინდა არ გინდა იგი იწევს ყოფილა ხო წამედგეთ როგორი საშუალებაა და თავისთავად ახლა მეც უკვე ვინტერესდებოდი პირველი ბიბლიის ასეთი ძველი წიგნები პატრიარქმა გამაცნო აი ახლოს აი შვილო მოდიო უკვე მიცნობდა ამის გამაცნო და მე ერთი მდელი იყო ის რო არის ეთლემის ეკლესიაში მოღვაწეობდა მაშინ პატარა ოთახი ქონდა იმში ჩაკეტილი იყო მდელი იქ იყო აი ასე ახლა ენგელსის ქუჩა იყო ახლა ასათიანის ქუჩაა და ის გარდაიცვალა ის მოხუცი იყო ისე და იმას ქონდა ძალიან დიდი ბიბლიოთეკა და აი მაგას ქონდა ძველი აი ხუცურ ენაზე დაწერილი ბიბლიის რაღაც ძველი ნაწრები და აი მაშინაც ეს მგონი ჩემ მოგონებებშიც მაგ აღწერებოდა მან დავეხმარე ერთხელ წიგნის გადმოტანაში ბავშვები ვეხმარებოდით და აი მაშინაც შევეხე და აი მაგიდან დაიწყო უკვე ჩემი ინტერესი ბიბლიის მიმართ თუმცა ზოგადად კომუნისტების დროს აკრძალული იყო ბიბლიაზე არ იბეჭდებოდა ანუ პრობლემა იყო ამას გეუბნებით მე თქვენ 67 78 79 წლები გაგანია კომუნისტური პერიოდი რო არის ნუ ამასაც მე ჩამოვაყალიბებ და ყველაფერს უკვე დაწვრილებით მოუყვებით გავიდა დრო მე უკვე სპორტსმენი გავხდი ისე ხშირად უკვე უბანში არ გავდიოდი მაგრამ როგორც კი თბილისში ვიყავი ან საქმე მქონდა აუცილებლად შაბათ კვირას მივდიოდი ჩემ კლასელებთან და თავისთავად უკვე სიონის მიდამოებში ტრიალებდი ისეთი ბიჟავი კი არ ვიყავი იმიტომ რომ სპორტით ვიყავი დაკავებული მაგრამ ჩემი სული და გული მაგ უბანშია მეიდანზე და რავი სიონის 13 ლესეძეს 42 ნომერი ახლა აფხაზის ნომერია და ყველა ახლა ბიჭები რავი სულმაქ ახლა კავშირი ზოგი გარდაეცვალა ზოგი არა მაგრამ მთელი ბავშვობა მაგმა გატარებული ძალევნებოდა 80-იან წლებში უკვე რომ დაიწყო ეს ეროვნული მოძრაობა ამ სიონის მიდამოებში დაიწყეს სიარული გიორგი ჭანტურია ზვიად გამსახურდია დადიოდა მაშინ ზვიად გამსახურდია დისიდენტად იყო და კოსტავა მე არ მახსოვს მაგრამ ზვიად გამსახურდია დადიოდა მე ეს სურაბ ჭავჭავაძე სარიშვილი
აი ეს უკვე ეროვნული მოძრაობების აქტივისტები სული ტრიალებდნენ და სულ ჭოდნენ, ლაპარაკობდნენ და ძალაუნებდნენ. ხა მე არ ვიყავი ჩართული, მაგრამ სულ პატრიარქის გარშემო ტრიალებდა ეს ხალხი და ეს ეროვნული მოძრაობა, სულ ეს მოძრაობები იყო. მე უკვე ხალხმა დაიწყო მოძრაობა, უკვე რეული მოიმატა, ახალგაზრდობამ დაიწყო ეკლესიაში სიარული, როგორ მახსოვს. და ანჩისხატი ხო გვერდზია და ჩემ პერიოდში ანჩისხატი იყო რეზო ამაშუკელი მეთქი ელგუჯა ამაშუკეს ხონდა საამქრო წარმოიდგენ ჯერ ფაჩუჩეების საამქრო იყო და მერე ხელოვნების საამქრო და უკვე როგორ მახსოვს 86-ში თუ 87-ში ზუსტად არ მახსოვს გაიხსნა ტაძარი უკვე ბევრი ხალხი რომ მოვიდა მე მოძღვარი მყავდა უკვე მოვიდა ხალხი და ჩემი მოძღვარი სიონის მოძღვარი ყავდა მამა ზურაბი იყო ახალგაზრდა კაცი იყო და ის წავიდა კახეთში მაგრამ იმდენი ხალხი წამოვიდა კარგი იყო და ბევრი ხალხი და რატომაც უკვე იმის გარო განთავისუფლდი ცოტა ცუდად ვამბობ ჩემი მოძღვარი რომ წავიდა კახეთში ანჩისხატის ის გაიხსნა და მე გადავედი ანჩისხატში და ერთხელ მახსოვს სიონში მივედი და პატრიარქი სადახარ ვაკაკი აღარ დადიხარ შვილო ეკლესიაში და მეთქი როგორ არა ანჩისხატში დავდიო უიმე და ისევ ხელი გადამიშა და აი ზოგჯერ ახლა მიწევდა ხოლმე და დამინახავდა ხოლმე შორიდან და მოვიდოდა მე თვითონ მივიდოდი დღეს დამადებდა და მომიკითხავდა ხოლმე თათუსაზე მაგალითად ესეთი კეთილი ღიმილი ქონდა და აი ძალიან დაიტკბილად მახსენდება ეს ყველაფერი და ფაქტურად მის ხელში გავიზარდე რა თქმა უნდა არ ვიცი აი ძალიან რო ვიხსენებ ხოლმე ისე თბილად მახსენდება და ერთ-ერთი ჩემი როგორ მახსოვს აი ძალიან გული მტკივა რა მოხდი საკანში ორთაჭალაში იქ მაშინ დახვრეტის კანონი არ იყო ეს არის რომელი წლები 83 წელია 83 წელში ხო რომ მოხდი და მაშინ დახვრეტი და ჩვენ სადაც ვიჯექი ჩვენ წინას სასრულებრო სანამ დაიბრო საკანში ვიჯექით და ცოტა იქით იყო სიკვდილი მისჯირთა აი კუთხეში ბოლოში იყო სიკვდილი მისჯირთა საკანი და როგორ მახსოვს ერთხელ პატრიარქი მოვიდა მან და მეც იქ რაღაც ეზოში დავდივე და რო დამინახა აკაკი აქ შენ რა გინდა მეთქი აი არაუშო შვილო არაუშოს მალე გამოყორო და რაღაც უკვე მალე გამოვედი იქიდან მე უკვე გარდაქმნის პერიოდი წამოვიდა ეროვნული მოძრაობები და პატრიარქმა გახსნა ძალიან ბევრი სასწავლებლები ბიბლიის შესწავლელი კურსები მიდიოდნენ ეს სემინარია გაიხსნა 1000 რაღაცა ახლა ამდენ რაღაცა გაიხსნა და ანჩისხატში მეორე სართულზე გაიხსნა ბიბლიის შესწავლელი კურსები კი არ ეწერა ის ბიბლიის შესწავლელთა ბიბლიის მოყვარულთა სასწავლებელი ასე ერქვა და იქ დავდიოდი ხოლმე კვირაში სამჯერ იყო გაკვეთილები და 2-3 საათი უსმენდი და იქ ხშირად მოდიოდა და თავისთავად ახლა ურთიერთობად მიდიოდა და მე ძალაუნებად მქონდა ურთიერთობა მაგრამ ხშირად მეუბნებოდი ხო არ მქონია სრული რომ სასულიერო კვირი გამხდარებავი და უბრალოდ არ მქონდა მასეთი მიდრეკილება იმიტომ უფრო სპორტი უფრო რაღაცეებს მიდიოდი მაგრამ იქიდან დაიწყო ჩემი ბიბლიური სწავლება თეოლოგიური სწავლება და ასე შემდეგ. მერე გაიხსნა დიდი სამება, სადაც ახლა სამების ტაძარია და ქვემოთ არის იქაც სასწავლო ისინი მიდიოდა პროცესები. და იქაც ხშირად ხდებოდი ხოლმე პატრიარქ და ყოველთვის თბილად, გემრიელად, რა ვიცი, ეს სიყვარულით ხდებოდა ხოლმე და მერე უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ბოლოს ნახე მე ასაკში იყო და ერთი სიტყვით ისეთ გამიდა რომ ძალიან ახლო ურთიერთობა და მთელი შეცნობილი მქონდა ეს სწავლებები და დღესაც ხო ხედავ მე სულ ბიბლიაზე ვლაპარაკობ, სულ მაგალითებს ვლაპარაკობ და
სემინარები, ეკლესიები, სასულიერო პირები, სიმშვიდე, პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები. ეს ადამიანი ყველგან იყო ჩარეული და სულ სიტყვოთი სიყვარული და სიმშვიდით აგვარებდა ამას ყველაფერს. ეხლა შეიძლება შეცდომა მოდის, არ მოდის, მაგრამ რა შეცდომა მიყვებოდა ჩვეულებრივი ღმერთის სწავლებებს. თავისი იუმორით, თავისი თბილი მოდგომით, ადამიანური ურთიერთობებით. მოგესწრება ყველა აბა წავიდეთ პატრიარქი როგორც ზოგჯერ იტყოდა კაცო პოლიტიკაში. მე ღმერთის იმას ვამბობდა ისეთ რაღაცებს მეკითხებიანო, მახსოვს საუბარი იყო რომ პოლიტიკის რაღაც რა ვიციო მე პოლიტიკა ასეთ რაღაცას აქ ნათქვამი რა. ხო და ეს ჩემი მოგონებები და ურთიერთობები პატრიარქთან და ეხლა მე მინდა მეორე ნაწილზე გადავიდე ჩვენი ვიდეოსი, რომელიც ნამდვილად ამ სიამოვნეს, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ითქვას რა. იმიტომ რომ ვერ მოვისვენე და ჩემ წინააღმდეგ ვიც იქნება, მე სულ ამბობხარ ზოგჯერ რომ მეტაკებიან ხოლმე აქ ვიდეოში და იმეებში და შემხვდი დამელაპარაკი და დავილაპარაკო. ზოგზონია ვემუქრე, არავის არ ვემუქრედი კაცო. თუ შენ ეს აზრი გაგდა, მე გეტყვი და თუ გეტყვი ფაქტებით, მაგალითებით და არგუმენტები და შენი რაღაც ვიგინდარებს ვიტყვი რა ამ სიტყვას, აი ჩვენ არ მიყვას ამ სიტყვებით ცუდი, მაგრამ ბევრი ვიგინდარობს, იმიტომ რომ ვიგინდარობა რა არის, რომ იტყვები, მართლაც არ ამბობ, მოდი ვიტყვი მათ ხო არა ადამიანებთან, ახლა ყველაფერი პრობლემა მოდის, აი მე რასაც ვაკვირდები, არის ტყუილიდან. აი ტყუილს რო ამბობს ადამიანი, ესე იგი უკვე ცუდი ხარ, ხო? ესე იგი სინამდვილეს არ ამბობ, ამბობ ან რაღაცისთვის ამბობ და თეთრზე ამბობ, შავია, შავზე ამბობ, თეთრია, თეთრზე ამბობ, წითელია და რაღაც იმეებში და ამ დროს გიმტკიცებენ და ამაზე მაგრამ ღიზიანდები ხოლმე, თუმცა პატრიარქი როგორ გვასწავლებს სიმშვიდით და სიტყვით და მოიპოვეს სული შენი, მაგრამ მე ყოველ პასუხზე მექნება არგუმენტები და ფაქტები და მე ჩემებურად ეხლა ვიტყვი პატრიარქ ჩემი რა დაცვა უნდა, მაგრამ მე ჩემებურად მაინც არგუმენტები დაუპირისპირდები იმ არგუმენტებს, რასაც ქვია ტალახის მიცხობა და რაღაც სულელების მიცხობა ამხელა უმაღლესი ადამიანების, ამხელა დიდებული ვატმოსილი ადამიანის მიმართ. ამ საუბარს რო დავიწყებ, მე ყოველთვის ჩვენ საუბარს ყოველთვის მიყვებოდეს იქნება რა ადამიანს გაკეთებული. ვაწვი რა გაქვს და აქედან გამომდინარე დავიწყებ ლაპარაკს. პირველი ბრალდება მეგობრებო. აი სულ ამბობენ, კაკებეს თანამშრომელი იყო, კაკებემ დანიშნა, ცეკამ დანიშნა, რუსეთის კაცია. ხო? სულ ასე მიდის, ხო? მაშინ მე სხვანაირად გეტყვით. აი ხა, ვინ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ? მე ჩემი თაობის ხალხი მქონდა საბჭოთა კავშირის პასპორტი, ხო? საბჭოთა კავშირის მოქალაქე, ანუ რუსეთის ეხლა, ხო? ეხლა ახალგაზრდა თაობას არ აქვს ესა, ხო? მე პირადად ვიყავი საბჭოთა კავშირის ნაკრებში. დავდიოდი საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე. ვიცავდი საბჭოთა კავშირის სახელს შეჯიბრებებზე. და დაინგრე საბჭოთა კავშირი, ეხლა მე ვინა ვარ? საბჭოთა კავშირის აგენტი ვარ? მე ხო საბჭოთა კავშირის სახელით გამოვდიოდი შეჯიბრებებზე. აგენტი ვარ? ალბათ დღევანდელი იქიდან მითხრა ხო, იმიტომ აგენტი ხარ, იმიტომ შენ გქონდა საბჭოთა პასპორტი, შენ ცეკა და რუსების გარეშე საზოგადოებად არავინ არ გაგიშვებდა და მაშინ მეც აგენტი ვარ, ხო? მაგრამ დამიმტკიცეთ რომ აგენტი ვარ, რამა გაკეთებული. კი, შეჯიბრებებს დავდიოდი, მაგრამ მე ხო რაღაცას ვაკეთებ შეჯიბრება, მე აგენტი ვარ. ასევე იგივეა კაცო, რო იცახით, ეს არის, თქვენ მდგომარეობა იცით რა აქვს პატრიარქს გაკეთებული. ქართული საქმეა რა გაკეთებული. მაშინ ასე მივადგეთ კიდევ მოგეხსენება 200 თუ 300 წელი ქართული მეფეები, აი ვახტანგ მე-6 და ეს როდის თემურლენგის შემდეგ უკვე რო დაეცა ერეკნემდე, ყველა ქართველი მეფე იყო მუსულმანი. მუსულმანი რო არ ყოფილიყავი, თანამდებობას ასე ვთქვათ, ვერ შეინარჩუნებდი, მაგრამ ყველა ჯვარი ქონდა ჩვენ გაკეთებული. და ეხლა იტყვი ვახტანგ მე-6 ბევრი მეფეები ხო ვერ ვისენებ ყველას ხო?
არ იყვნენ ქართველები და ქართულ საქმეს არ აკეთებდნენ. აი როსტომ მეფე რო იძახია, როსტომ ირანელები მთელი თბილისი მაგის აშენებულია. არა, აი მუსულმანი ხარ, მუსულმანები ხარ, ასე აკეთებ, აი მითხარით ასე. აი აქედან მიუძღეთ ამ საქმეს რა. ეხლა ამას მე ვერ განვაუცო, მაგრამ არა ლეგიტიმურია, არ ფაქტი გაგონილი გაქვს. მე გეუბნები რომ არ იყო ასე. კი, მეც მქონდა პასპორტი, მეც მქონდა ისა, მეც აგენტი ვარ. ეს ისიც აგენტია. სულ ავიწყდება რა საქმეებია გაკეთებული. ერთი პატრიარქს, აი რასაც მე ვაკვირდები, უბრალოდ რა არის ეს ავტორიტეტი ქონდა პატრიარქს, აი ყველა პოლიტიკური იმის ხარი, ყველას უნდა თავის ხარეს გადმოიყვანა, მაგრამ პატრიარქი როგორ უყურებს ის პატრიარქი უყურებს რომ თქვენ ყველა ჩემი შვილები ხართ. აი ხა მე მყავს 3 შვილი. ჩემ მაგალითად ვიზახე. ერთი შვილი ასე ფიქრობს, რომელი ავირჩიო, ჩემი კი ის ისე ფიქრობს, ასე ფიქრობს და მერტისთვის ჩვენ ყველა შვილები ასე უნდა უყურე ხა. ამის ხარეს აღარ, იმის ხარეს, არა, ჩემ ხარეს უნდა იყო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური რაღაც აზრებიდან გამომდინარე, ყველას უნდა და პატრიარქი იმის ხარეს ყოფილიყო და იმის ხარე თუ არ იყო, იმიტომ ტერი ხარ რუსეთის ახალ, აი, რაც ზვიადისტებს დაემართათ, ხო? მე მახსოვს პატრიარქის სურათები დახატული, დაჭღანული სახეებით, ისა გადატრიალებული სურათები დადიან, რატო რო ეკითხები ზვიადისტებს, რატო აი ისე გააკეთე ასე ბიჭო. იმას რატო არ დაუჭირა მხარეს პატრიარქი არავის არ უჩენს ხას ეს არის ღმერთის გზა და ლავირებას აკეთებდა და აი რაღაც ლავირებაზე და აი დღესაც ასე არ არის ეხლა როგორი მომენტებია თუ შენ რუსი ხო რუსი ხა ჩვენთვის არის პრობლემატური ქვეყანა ხო არიან ეს აკაცუკების სახით და დედას აკინებენ არ რუსებს მაგრამ მეორე ხა ჩემი სახით ვარ თხილად და მე მეძახია შეხა რუსისტი ბიჭო რა ხარ მე ვარ თხილად რა ხარ მე ვარ ისა არ მინდა რომ დავზიანდე მე რუსისტი ვარ ხო აი ესე იყო მაშინაც რა ეგ მომენტია ახლა პატრიარქი ჩვენ მხარეს არ არის აი ზვიადისტებს რო დაინახავ გაგიჟდებოდი რა და მე მოყავთ ხოლმე ზვიადის მაგალითი რა ზვიადი ხო დაწერა რაღაცეები და გამახსენდა ეხლა მეც ნამყოფი ვარ იმ პერიოდში მოხვედრილი ვარ ეს 80-იან წლებში დავსწრებილი ვარ კიდევაც ზვიადის და პატრიარქიოში ოთახში იჯდნენ ჭანტურე და საუბრეთ დავსწრებივა და ნორმალური მაგრამ რაღაცა ხდება რა და ეს ადამიანი პატრიარქი ყოველთვის ცდილობდა მშვიდობა შებრიგებლური რაღაცა და ამაზე გიждდებიან რა ეხლა მე ამას ვხედავ მე პირადად ვიზახე და თავი დავიცავ რა აი მე ვარ ფაქტი რომ მოსწრებული ვარ და მაგათ განლაპარაკებსაც მოსწრებული ვარ მაგრამ რა გინდა რომ თქვა ეხლა ვიღაცა გამოვარდება რაღაც გაგონილი სიტყვა და ისე დაატრიალებენ ამ ჩარს მაგრამ მე ესე ვუბრალდები თეორიები თქო საქმე რასაკეთებდა ეს საქმე და ეს ადამიანი სუცილობდა ღმერთის სახარესებული სწავლებით ღმერთის სწავლებით მშვიდობა რასაც ჩვენ ხშირად ამბობთ მე რაშუაშია პატრიარქი მაგრამ შუაში კი ჩვენი ბავშვიც ხო ამბობ ჩვენ ყოველთვის რომ შფოთი არ იყო და ამასილოდა ეს ადამიანი და ამის გულისთვის რაღაც სიცულელებს აბრალებდნენ რა ან ესეთი კიდო ამ სიბინძურეზე ნამდვილად საუბარი წავიდა რომ ეტარესო ამდენ რაღაცის გაბრალებენო რაღაცა გავაკეთოთ და აი როგორ მახსოვს აი მაშინ ამდენ წელს 25 წელს აი წარმოედგინეო მიხვედიო სასაფლაოზეო და დაუწყე გინებაო არა ჯერ ხება დაუწყეო ერეო ან როგორ იყო ესე კაცი მივიდა და აი ასე და მაგინებენო და მაფურთხებენო და რა გავაკეთო მანერვიულებენო რა და მაშინ წადი სასაფლაოზეო და წადიო და აგინეო წავიდა ეს კაცი აგინებს მე მოვალ რა ქენიო ხო ვაგინეო მე ვინმე ხმა გაქცაო არაო ეხა წადი და აქეო წავიდა აქ ვაქო სასაფლაოზე და ისე მოვიდა რა ხმა მოიღო არაო ხო და აი რა უნდა გააკეთო უნდა წახვიდე და შენი საქმე აკეთო და აი პატრიარქი ამის მაგალითი იყო და მეც მაგას ვიძახე ჩვენ მასწავლებლები მე სულ ვცდილობ ამას მით უმეტეს მე როგორი ცხოვრება მაქვს ხო გავლიდე იქით რა კეთო და აი მეტი რა შენ უნდა აკეთო შენი საქმე შენ უნდა აკეთო ის ღირსეული საქმე რა დაგაკი შენ რაღაც შეცდომა მოგივიდა შეიძლება არ მაგრამ არ უნდა უსვინო და უნდა აკეთო და მე უკვე უფარი შეგაფასებს და პატრიარქი იყო ამის მაგალითი
და კიდო ის მაღიზიანებს კი არა ეხლა მე მაღიზიანებს სიტყვა ცოტა ესე ვამბობ მაგრამ უცებ მინდა პასუხი აი პატრიარქმა 9 აპრილის მიტინგი რო იყო პარლამენტის წინ ბავშვები მიატოვა და ასეთი ისა კაკეფის ხრელიდან გაიყვანეს და გაიპარა მეგობრებო მე იქ არ ვიყავი ცოტა მოშორებით ვიყავი მე 47 სკოლაში მაგრამ ვიცი რაც იყო და რა მოხდა მაგრამ ბრალდება გამოვიდა ეს ბერძენიშვილმა თქვა ეს აზრი თავი ხმას არ იღებდა უბრალოდ რა არის იცით აი ისეთ გამიდა იცი ადრე პატრიარქი აი ესეც აი დემოკრატიის ალბათ ეს არის საშინელება რა რომ დემოკრატია ყველას რო უფლება აქვს რომ ილაპარაკოს მაგრამ ბიჭო სიმართლე ხომ უნდა ილაპარაკო ეს ბერძენიშვილმა თქვა ეს პირველად და მერე განავრცეს რომ პატრიარქი 9 აპრილს გაიპარა ეხლა მე გეუბნებით არცადაც არ გაპარულა მახსოვს 7 აპრილი 8 აპრილი ყველა მიცოდით უკვე რომ ჯარი მოვიდოდა და უკვე 9 აპრილს რომ დაიძაბა სიტუაცია ეხლა ჩვენ თუ ვიცოდით ეხლა თავრობამაც იცოდა და პატრიარქმა ხო მithumetes იცოდა და ძალიან ბევრი ხალხი და პატრიარქმა წამოვიდა მოსალაპარაკებლად თავიდან არ უნდა შეშობა არა უნდა შევიდეო და დადგა და გახსოვთ ხო ის სურათები რომ ვიდეო რომ ხალხს მოუწოდა ვიციო რომ ჯარი მოდისო და მოდიო წავიდო და ქაშვეჩი გავიდეთო და რაღაცა დავაშოშმინოთ და არაო ჩვენ ფიცი გვაქვს მიცემული გახსოვთ ის ჩვენ ფიცი გვაქვს მიცემული ჩვენ არ გავტეხავთ ამ ფიცს რაღაცა და რა ეკნა პატრიარქს რაც გაჩერდა და მე უკვე რო წამოვიდა ეს ჯარი უკვე წამოვიდა დაგადაკი და გამოიყვანეს ის და გვერდზე დადგა და ეს არის გაქცევა ეხლა რა ეკნა რო დარჩენილიყო უფრო უარესი არ მოხდებოდა უფრო ეხლა შეწირებულიყო რაღაცა და ამას ეძახი თქვენ გაქცევას ვინ გაიქცა და ისიც ვიცი მე წამოვიდა და მთელი დილიდან საღამომდე 2 დღე სიონიდან არ გამოსულა ისა იმდენი ილოცა მაგრამ არამორწმუნე ადამიანებს ეს როცა არაფრად არ მიაჩნიათ და პოლიტიკა გონია აი წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ პატრიარქი იყო დარჩენილიყო და რა მოხდებოდა ის აი როგორი მომენტი იყო ეს ხო ჯარი ხო წამოვიდა ყველა გამოვიდა ეხლა არავის წინააღმდეგობა არ გაუწია პროსტა ის საზეცრება მაინდა-მაინც ამ გოგოებს ეტაკნენ და ეთქვა რა ვიცი რა მოხდა ჯერ მარტო ისიც სიცხვილეა ქალები და გოგოები 21 კაცი იყო გარდაცვლილი და აქედან 19 ქალია და ესა გვაქვს საამაყო სათუ კაცები ვართ რატო არ შეეტაკეთ ხო მაგრამ ეს მიდიოდა ეს ეთქვა ზოგადად ერთი 70-75 ასაკოვანი ქალებიც იყვნენ ხა აღარ მახსოვს უკვე გვარები ეხა ჭოველიძე და ეს კი მაგრამ ეს ხო იყო ეს ახლა მოაწვა ეს ჯარი ეს მოაწვა და ნუ ისინი რა თქმა უნდა იმითი სულად იქცეოდნენ მაგრამ ეხლა რა ქნა ეხლა პატრიარქი გაჩერებული იყო და უნდა დაეწყო იქა გამოწია და ყველა წამორა მაშინ ისინი რატო არ შეეტაკნენ იქ ეროვნული მოძრაობის აქვეებას ლიდერები წერეთელი და აქვეებას მათიაშვილი მართალია მორჩი მოხდა რაღაცა მაგრამ ჩვეულებრივი ჯარი მოაწვა და წამოვიდა და მე გახსოვ ჯოხები და იმები ტანკებს აზრი და ეხლა პატრიარქი უნდა გამოსულიყო და დამდგარიყო და ასე რაღაცეები ჯესეთე თვითონაც ჯობია განერიდო ხო და თუნდაც ეხლა იმ დროს პატრიარქისთვის დაგვეჯერებინა მოხდებოდა ეს უბედურება და წარმოიდგინეთ არა ენას ძვალი არა და აბრალებ რაღაც სასწაულ რაღაცებს რა მერე ისო პატრიარქიო უჩისტებს მხარს უჭერდა ჯაბა კიტოვანი და ისინი ბიჭო მხარს კი არ უჭერდა ის ცდილობს რომ შიდობა იყოს აბა რა ქნას ეხლა პატრიარქს დაეძახა აბა დავაი წავედით არ შეასკდებოდა აი ხა წამედგე ეხლაც რა ხდება ხო აი წამედგე ამდენი ხალხი რომ გარდაცვლილია ხო ეხლა დაგძალეს გუშინ ამდენი ხალხი მოდიოდა ეს იქ უნდა დაეძახა აბა წამოდით და ის უნდა გაეკეთებინა რაც ისტორიაში ჩავიხედო რა ჯვაროსნება გააკეთეს მაშინაც პაპი იყო და პაპმა მოუწოდა ომისკენ და რითი დამთავრდა ეს ჯვაროსნული ომები და ეს გინდა და ის ისტორია და გამახსენდა ასე მაგალითები მაგრამ უბრალოდ ადამიანებს რა ავიწყდებათ იცით აი ჩვენ ხშირად რა თქმა უნდა ყველაფერს აქვს თავისი დრო
რაზაც ეს გიждდებიან, არა უნდა ვიგო ბიჭო, ყველაფერს აქვს ღმერთი, არის ადამიანური გონება, არის ღმერთის გონება, ფიქრი. ჩვენ ღმერთივით არ ვიქცევით, ღმერთის ფიქრით არ ვიქცევით, ჩვენ ადამიანურად უნდა გადავწყვიტოთ და ის გეუბნება ღმერთის გზას, ღმერთი რაც გეუბნება, კაი, ერთხელ და მე მომანდე, მე მივხედავ, მაგრამ თანამედროვე ადამიანს და საერთოდ ადამიანი გულება ცოდვილ ადამიანს ამის გაგება არ უნდა და თვითონ უნდა ყველაფერი გადაწყვიტოს და ამ დროს ღმერთის კაცი პატრიარქი რო გეუბნება, იმას არ უჯერებ და რამდენჯერ მოხდა ეს. მერე ეს ხო ბრატება, აი, მანქანები ყავდა, ქონება ქონდა, მანდილოსნებში დადიოდა. რა მარაზმი, აი, იმდენად პრიმიტიულ რაღაცებს აბრალებენ ფაქტი. ეხლა დასასვენებელი რეზიდენცია ის პატარა, ამხელა ტვირთი ადევს, ეხლა პატარა რაღაცა რო გააკეთო, ეხლა რო საპატრიარქო ის ადრე იყო ის საპატრიარქო და რაღაცებს რაღაც არ ვიცი, აი მარაზმია. აბა ვერ გავიგე პატრიარქი შენი სულიერი, აი როგორ მახსოვს ის რო იყო, რა ქვია, ზვიადი პრეზიდენტი რო იყო და მერსედესი რო დადიოდა, აუ ხალხი როგორ მერსედესი დადისო, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მერსედესი ბიჭო, გამოდიოდი მე ბიზნესმენი ბიჭო, მე მყავსო 3 მერსედესი და ეხლა ქვეყნის პრეზიდენტმა მერსედესი რო იაროსო, რა პრობლემაა? და ამაზე პატრიარქზე რო ლაპარაკობ. კიდო ხშირად აბრალებენ ხოლმე რომ პოლიტიკოსი იყო და ბიჭო ლავირებოდა ეს პოლიტიკოსი. ეხლა ამ ხშირად ამბობენ ეს ეკომუნისტური მოძრაობა ხო იყო თავიდან, ეხლა საბჭოთა კავშირი ახალი დაქცევის დანგრეული იყო რაღაცა და რაღაცა უნდა გასულიყო ჩვენი ეკლესია. მაშინ ქართული ეკლესია აღიარებული არ იყო რუსეთმა რომ მოგვისმო. მე 17 წელს ვცდილობდა აღედგინა, მაგრამ ვერ აღადგინა ქართულმა ეკლესიამ. თავისი თვითმყოფადობა არის იერუსალიმის, ნიქოზიის, კონსტანტინოპოლის და არ აღიარებდნენ ქართულ ეკლესიას. და ამით ცდილობდა რომ რაღაცა დიპლომატიური საერთაშორისო გასულიყო. რუსეთიც არ აღიარებდა და 91 წელს აღიარეს როგორც დამოუკიდებელი საპატრიარქოსა, დამოუკიდებელი ეკლესია ქართული. ეს არ არის დამსახურება და ამას არ ეკომუნიკება, რაღაცა საჭირო იყო იმ მომენტში, იმას ღირებულება და ის არსი კი არ შეუძლია. და პოლიტიკოსი იყო და რატო იყო იქა, გეუბნებით რატო იყო. მეექვსე ეკლესია ვარ ჩვენ მართლმადიდებლურ ნიმეებში. რუსეთი მე-7 თუ მე-8-ია. კი, ეხლა დიდი ქვეყანაა, ცუდად იქცევა, ამათ იქცევა. გასაგებია. რატო შეხვდა პუტინს, რატო რუსებს რატო ელაპარაკება? თქვენ როგორ გონიათ, ეხლა რუსების გარეშე, თუნდაც აფხაზეთი, თუნდაც სამაჩაბლო, თუნდაც პრობლემები მოგვარდება? ამას ეუბნებოდა, რატო ელაპარაკება? რა უნდა რუსეთის ეკლესიასთან, რა უნდა ისა, რა უნდა, ოღონდ რუსის ხმა არ გაიგონდა, ოღონდ ისა. რა ვიცი, თუ ადამიანი ღმერთის გზით და ღმერთის სწავლებით ადის და იმის ცდილობს იმის სწავლებებით განახორციელოს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები და მით უმეტეს კათოლიკოს პატრიარქის ტახტი მამის ერის სულიერი მამახა და იმას უგზა რომ შე რატო ის ცდილობს ამხელა ჯვარი გადევს, ამხელა ის გადევს და ამას ახლა რუსებთან მიდი, იმასთან მიდი, ამასთან მიდი. არ ვიცი, აი ძალიან დიდი მარაზმია რა მე მიმაჩნია რა ეს, არ ვიცი, უბრალოდ რა არის მეგობრებო, იმიტომ ვკითხულობდი რა. ესე იგი, ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და ჩერჩის აქვს ასეთი გამონათქვამი. ეხლა ჩერჩული ხო, ესე იგი, დემოკრატიის ყველაზე ცუდი მინუსი ის არის, რომ ყველა შეუძლია ხმის მიცემა. ესე იგი, აიგულისხმა, სულელი ხარ, დებილი ხარ, ჭკვიანი ხარ, ტალანტი ხარ, ყველას ხმა არის თანაბარი და არ გამოდი, შენ თუ რაღაცა საქმეში პროფესიონალი ხარ, საქმე უნდა აკეთოს პროფესიონალმა. ვინც იცის და ეხლა მაგალითად რაღაც არჩევნები რო არის, მე რაღაცა საქმე გაკეთება რომ მე მინდა პროფესიონალები მოვიყვანო, ხო? პროფესიონალი რომ მოვიყვანო, მე უნდა ვიცოდე. განათლება მქონდეს, უნდა შევაფასო და მერე. მაგრამ მეც ვაფასებ თუ მაგ განათლება და ამ დროს ადამიანს არც განათლება აქვს, არამედ ისიც ირჩევს იმას. აი ეს არის დემოკრატიის მინუსი. და აი მომენტია, რაც ახლა ხდება.
ყველა რა ხდება, ყველა პროფესორი, აი გადახედე, ნებისმიერი პოლიტიკოსი ყველა საქმეს არჩევს. ყველა ხდება იქ ამერიკა რატო ებწვის იმას ყველა გააკეთე რა შენი საქმე. თუ პოლიტიკოსი ხარ და რაღაცა ისახარ, რაღაც დონეზე განათლება გაქვს მიღებული და ისა მერე შეაფასე. მაგრამ შენ არც წიგნი გაქვს წაკითხული, არც ინფორმაცია გაქვს. არც ცხოვრება გაძლევს მაგის საშუალებას და მაინც აჩვახებ და იმიტომ დემოკრატია და შენ ხმა გაქვს მისაცემი. აი ამაზე იცი რამე და აი თუნდაც აი ამერიკა ხო დემოკრატიული ქვეყანაა. და აი გავიხსენო ტრამპისა და ჰილარის არჩევნები რო იყო. ჰილარი მაჯობა იმას ტრამპს გახსოვთ 2016 წელს. მაგრამ ტრამპი გახდა გამარჯვებული. რატო იცი? შტატში კი ადამიანებმა მისცეს თქვა აი თქვა 10 მილიონი შტატში 8 მილიონმა მისცა თანხმობა, მაგრამ იქ კიდევ 300 კაცია იმათ უნდა გადაწყვიტო. ის 300 კაცი ვინაი უფრო განათლებული ვისაც უფრო კარგად ესმოდა ხალხს მაინც ბოლომდე არ ემდობიან, იმიტომ რომ იმ 300 კაცი განათლებულობით და ცოდნით უფრო თავის იმაზე აყენებს. ეს თავიდან მეც მეთქი რა არის ეს რა მონტია მეთქი, რა პონტია მეთქი მე ვიფიქრე და ეგ არის რა. არის ისეთი მომენტები, სადაც არ უნდა ილაპარაკოს ადამიანს, და შეიძლება არის, შეიძლება მოგწოს, არ მოგწოს, მაგრამ ნუ ლაპარაკო და ცუც საქმეს აკეთებ რა. ეს კომუნისტებს გონდა, ხო? ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, რომ პოვარიც კი გახდეს სახელმწიფო მმართველი, ძღოლი გახდეს დიპლომატი, ის გახდეს, ეს გახდეს და მაგრამ გამიგეთ ხო რასაც ვამბობ, ეხლა შეიძლება ზოგი გამოგდა, აბა შენ რომ ძღოლი ხარ, რას ლაპარაკობ? მე კი არ აბა მე ჩემ ას ვამბობ. რაჭე მე გადამწყვეტ მომე ჩემი ხმა გადამწყვეტი არ არის. ჩემი ხმა გადამწყვეტი იქნება თუ რაღაცა მე პასუხისმგებლობა და რაღაცა ვარდებულება მექნება. აი მაშინ იქნება გადამწყვეტი და ეხლა მე ჩემ ლაპარაკობ ჩვენი არქიდან გამომდინარე. აი წარმოიდგინეთ პატრიარქი, ესე იგი ეროვნული სულის, ქართული ეროვნული სულის მატარებელი მამა ამხელა ის ადევს და გადაწყვეტილებებს, რა სწორი გადაწყვეტილები უნდა მიიღოს. რამდენი უნარი გინდა და ჩვენი პატრიარქი ამას ამჟღავნებდა და მაგის წყალში ჩაყრა ასე ვიღაცამ ასე ჰარი ხარალე თუ მოულაწუნოს უბრალოდ გული მწყდება, მაგრამ ეხლა მესამე იმან, მაგრამ ყველაფერი კარგად არის მეგობრებო, ხალხი ყველაფერს ცნობს. მართალია პატრიარქმა დაკტოვა ჩვენ, მაგრამ დაგვიტოვა ის სწავლებები. ეხლა წამე კომუნისტის დროს არ იყო ამდენი წიგნები, ამდენი სასწავლებლები არ იყო. ეხლა უკვე ამდენი რაღაცა მოვიდა, ხო? გვებძიან, იმას გვებძიან, ამას გვებძიან, მაგრამ ძირითადი ის შეინარჩუნა ჩვენმა პატრიარქმა და მე დარწმუნებული ვარ. ჩვენს ქართულ ხალხს ეს შენარჩუნებული გვაქვს. აიძახე ევროპა. ძალიან კარგი ევროპა, ცუდი ვინ არის? აი ცხოვრება, ის მაგრამ ევროპამ დაკავეს ქრისტიანული ღირებულებები. არ გვინდა მასეთი ღირებულება, ჩვენ თუ ქართული ღირებულებები გვიჭო. ბიზნესიც გვინდა, ურთიერთობაც გვინდა, სწავლაც გვინდა, პრობლემა არ არის, მაგრამ შენ რო იქნა ჭკუას მასწავლე, მე და მეხები იმ ჩემი ღირეულ ასეულებებში, რასაც ქვია ქრისტიანობა, რასაც ჩვენი წინაპრები მოდიან და თუნდაც ჩვენი პატრიარქი კბილები და იმით იცავდა, ლავირები თუ ამით თუ იმით და მე შენ მეხები და ვიღაცა რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მეხები, მე იმიტომ მომწონს ევროპა და ამერიკა, თუ ის ქრისტიანული ღირებულებებით იქნება და ეს მისაღება მე რო ჭკუას მასწავლე, რატო მასწავლე ჩვენ რა გინდა შენ, ხო? ეს კი რაღაცა სხვა რაღაცა გინდა, ხო? ეს კი ისეთ რაღაცას ხო, რასაც მე არ შევასრულებ, აი ეს ხო, არა, კაი ცხოვრება, მაშინ წადი ჩინეთში, იაპონიაში, არაბეთში, ცუდი ცხოვრებაა. მაშინ მიიღე მუსულმანი, რატო არ მიდიხარი? არა ევროპაში და აი აქ უკვე მოდით გეოპოლიტიკა, აქ მოდის უკვე სხვა ცნებები, მაგრამ ადამიანები არ ფიქრობენ და აი ესე აბრახუნებენ ამ სიტყვას და ისე აბრახუნებენ, რომ არ ფიქრობ, რომ შენ სიტყვას რა მოყვება და შენ რა შეურაცხყოფა და რა დამცირება მოყვება და ზოგჯერ ეგ თვალი გავგიჟდი, კაცო, აი ამხელა ადამიანს ამხელა დამსახურებებია და უსამართლო რაღაცა სისულელეს აბრალებს, არც იცი და ყვირი ხარ და ჩხავი ხარ რა. აი იჩხავნო და იმღავნო. რა გამოვა და რა მეგობრებო. ეხლა ჩემი ამ მონოლოგის შემდეგ გამოჩნდება, შენ რა დადიხარ ამერიკაში, შენ თუ არ აფასებ, ბიჭო, ამერიკაში რო დავდივარ, მე ვინმეს ვართ, მე
ვინმეს ძალა, ვინმეს რაღაცას ღირებული, ამერიკაში ღირებული და ღირსეული ხალხი არ არის. და ბოლოს დედამიწაა და სადაც მინდა იქ წავა. შენ ჩემში ნახე ის მე თუ არაღირსეულად მოვიქეცი და მე ყოველთვის ვცდილობ რომ ღირსეულად მოვიქცე და თავისთავად მე მინდა რომ ჩემი ქვეყანაც ღირსეულად იქცეოდეს და მე ამას ვხედავ რომ ჩემი ქვეყანა ღირსეულად იქცევა. ეხლა იმან მოიპარა არიბაშვილმა გასაგებია ბევრი მინუსები ხდება მე არაფერი მე ძირითადი არსი რაც არის ჩვენი ქართული ხასიათი არის ჩვენი ღირებულება და ჩვენი ღირებულება არის ქრისტეზე დამყარებული ღირებულება ქრისტეზე ღმერთზე დამყარებული ღირებულება და ვინც იმას ვერ ხდება რომ პატრიარქი რას აკეთებდა რას ემსახურებოდა და რა გააკეთა და ასე უპრაგონოდ ტალახს ისვრის და რაღაც სისულელებს აბრალეს უბრალოდ სასაცილოა უბრალოდ მომენტებში შეიძლება შეგეხოს მაგრამ აი როგორ ეს აი ზონა მოიშორო კარგით მეგობრებო გავაცილეთ ჩვენი სულიერი მამამ ასე და ცხოვრება გრძელდება მაგრამ ის წავიდა მაგრამ ჩვენ დაგვიტოვა ის როგორც უნდა ვიცხოვროდა ის უკვე ზემოდან და იქიდან უკვე ალბათ ჩვენზეც როგორც თელი ცხოვრება ჩვენი პატრიარქი ზრუნავდა ჩვენზე იზრუნებს იქიდან ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენ კიდევ ჩვენი ვალდებულებაა რომ ვიყოთ ღირსეულები და ნამდვილი ადამიანები რომლებიც მისდევენ უფლის ცნებებს უფლის ფიქრებს და მოქმედებენ არა ადამიანური ფიქრებით არამედ ღმერთის ფიქრებით კარგით ახლა მე თქვენ დაგემშვიდობებით მეგობრებო ჩემი ასეთი სიტყვა ვთქვი და არეულად თქვი თუ დალაგებულად მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამგები გაიგებს არ გამგები არ გაიგებს და იმან თავისი გზა ნახოს ბოლოს და ბოლოს როგორ ვამბობთ არჩევანი თავისუფალია თვითონ უფალი შეაფასებს ყველაფერს ხო რაც შეეხება იმას მეგობრებო ჩვენ დავამთავრეთ და უკვე ხვალიდან ჩვეულებრივად დავიცოთ და ძველი ვიდეოები მაგ გადაღებული იმიტომ რომ ახლა ამ გლოვიარობის დროს ამას ნამდვილად ვერ დავდებდი მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება და შეძლებით დაგვარად მივიღებთ ნებისმიერ შენიშვნებს ნებისმიერ მიმითითე ზოგჯერ ემოციურად რაღაცას ვიტყვი ხო მითხარით აკა ჩვენ ხო თქვით რომ სიტყვები და ის არ იქნება და ყველანაირი შენიშვნებს მივიღებ ყველანაირი იმიტომ რაც იქნება სიყვარულით მეგობრობით ძმაკაცობით ნათქვამი ყველა იმას მივიღებ და ეხლა ზიზღი და რაღაც სულელური იმეები თუ მომართავს და რაღაცის დამტკიცებას დაიწყებს თუნდაც დაამტკიცოს გონდეს ფაქტები მაგალითები მაგრამ ეხლა ჰაერში გასული სიტყვებს ჩვენ არ მივიღებთ არც მოусმენთ იმიტომ უაზრო რაღაცა ჰაერში გასული და რაღაცებია ჩვენთვის არ არის მისაღები კარგით აბა მეგობრებო შევხვდებით იმედია ისეთ ვიდეოებში რომ მე თქვენ მოგეწონათ ყველა რაღაცებმა გადაღებული მაგრამ მე ჩვეულებრივად გავაგრძელებ ჩვენ ამბებს ყველას გისურვებ წარმატებას ბედნიერებას და ღმერთისა და პატრიარქის გზით ბევროს ცხოვრებაში